თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით ქართულმა ოცნებამ კახაკალაძე ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა და მას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ესწრებოდა. კალძე საზოგადოებას გუნდის სახელით საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. მე შეგახსენებთ, რომ კახაკალაძე დედაქალაქის მერად პირველ 2017 წელს, მეორე ვადით კი 2021 წელს აირჩიეს. საქართველოს სადგომრივი თვითმმართველობის არჩევნები კი 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტის სიცოცხლე თბილისს. მეტის სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს. უფრო ლამაზი, უფრო მწვანე, უფრო მოწესრიგებული ქალაქი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისს. და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია. სწორედ ამიტომ ქართული ოცნების გუნდის სახელით აქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად მომავალ მერად წარმოგიდგენოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი კახაკალაძე. 14 წლის შემდეგ ცხადია დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც ჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის პირადად ჩემს გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში. 2017 წლიდან მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას ცხადია, დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით ყველამ ერთად თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ. დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი. ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ.